გვერდი 100 მეერთე. პირველი ამოცანა 400 გრამი მასის წიგნი დევს მაგიდაზე. რა ძალით იზიდავს ეს წიგნი დედამიწას? რა ძალითაც დედამიწა იზიდავს ამ წიგნს, ნიუტონის მესამე კანონის თანახმად იგივე ძალით წიგნი იზიდავს დედამიწას. რადგან დედამიწა იზიდავს წიგნს ძალით, რომელიც mg ტოლი არის, იგივე ძალით იზიდავს წიგნი დედამიწას. მასა არის, ესე იგი 400 გრამი, ესე იგი 0,4 კილოგრამი, ჟ არის 9.8 მეტრ/კვადრატი. მათი ნამრავლი იქნება 0.4 გამრავლებული 9.8-ზე. დავამრგვალოთ, ესე იგი 10-მდე დაახლოებით 4 ნიუტონი გამოვა. გოგონა თოკით ასეირნებს ძაღლს. ძაღლმა გაქცევა დააპირა და თოკი დაიჭიმა. თუმცა გოგონამ მოახერხა ძაღლის შეჩერება. როგორ ფიქრობთ, გოგონამ უფრო მეტი ძალით იმოქმედა თოკზე თუ ძაღლმა? ერთნაირი არის, ესე იგი, რადგან ეს შეჩერებული არის, ესე იგი, ამიტომ ძალები ტოლი არის. ჭერზე ჩამოკიდებული, ესე იგი, ეს იყო მეორე ამოცანა. მესამე ამოცანა. უბრალოდ ეს იყო მესამე და ახლა მეოთხე ამოცანა. ჭერზე ჩამოკიდებულია 5 კილოგრამი მასის ჭაღი. დაასახელეთ ძალები, რომლებიც მოქმედებს ჭაღზე და ჭერზე. რომელი ძალები აწონოსწორებს ერთმანეთს? დავხატოთ, ესე იგი, ეს არის ჭერი, ეს არის თოკი, რაზედაც ჭაღი კიდეა. ჭაღზე მოქმედებს სიმძიმის ძალა mg, აი ამ თოკის დაჭიმულობის ძალა, ასევე ჭერზე მოქმედებს ქვევით მიმართული თოკის დაჭიმულობის ზალა. და კიდე მოქმედებს, ესე იგი, აი ჭერის დრეკადობის ზალა, რომელიც ამ დროს აღიძვრა. აი ესეთნაირად დავწეროთ, ესე იგი, ეს T არის, ესეც დაჭიმულობის ზალა არის. ესე იგი, რომელი ზალა აწონოსწორებს ერთმანეთს? mg ზალა და T აწონოსწორებენ ერთმანეთს. ესენი სიდიდით ტოლია და მიმართულებით საპირისპირო, ამას ხედავთ იქიდან, რომ ეს გაჩერებულია. ეხლა რაც შეეხება ჭერის აი ამ ნაწილს, სადაც თოკი არის მიბმული, მასზე ქვევით თოკი ეკაჩება და აქ წარმოიშვება ეგრეთ წოდებული რეაქციის ზალა, რომელიც აბათილებს T-ს. ესე იგი, N აბათილებს T-ს და ჭაღის შემთხვევაში mg აბათილებს T-ს. მეხუთე ამოცანა არის, ეს საზეპირო ამოცანა არის, მაგრამ მაინც განვიხილოთ. დედამიწის მიზიდულობის ძალის გავლენით ხიდან მოწყვეტილი ვაშლი დედამიწისკენ მიექანება. ნიუტონის მესამე კანონის თანახმად ვაშლიც იზიდავს დედამიწას მოდულით იგივე ძალით. როგორ ფიქრობთ, ამ დროს დედამიწაც გადაადგილდება ვაშლისკენ? თუ ასეა, რატომ არაა შესამჭირნავი დედამიწის გადაადგილება? უბრალოდ ძალიან, აი თქვათ, ეს ძალები ხოტოლი არის, ესე იგი, რითაც ვაშლი და დედამიწა ერთმანეთს იზიდავენ. აი მოდით ესე დავხატოთ. ესე იგი, ვაშლის აჩქარება ჟესტოლი არის და ძალები ტოლი არის, აქ F-ი, აქაც F-ი არის. და ამაზე მოქმედი ძალა, დედამიწაზე მოქმედი ძალა იგივე F-ი არის, მაგრამ არის M დედამიწისა გამრავლებული A-ზე. და ეს აჩქარება, რომელსაც აი ამ მიზიდულობის გამო მიიღებს დედამიწა, არის, ესე იგი, F ძალა შეფარდებული დედამიწის მასასთან. და ეს უზარმაზარი არის, ესე იგი, ეს ძალა, ამიტომაც აჩქარება იქნება ძალიან პატარა, ესე იგი, წარმოუდგენლად პატარა, ამიტომ მაგას ვერ ვამჩნევთ. მეგობრები ზღვის სანაპიროზე თამაშობენ თოკით ერთმანეთის გადაძალვას. მათ შორის ორმოა და წაგებულია ის, ვინც ორმოში ჩავარდება. მართებულია თუ არა
წინადადება მოიგებს ის, ვინც უფრო მეტი ძალით იმოქმედებს მოწინააღმდეგეზე. ახლა სინამდვილეში ეს ძალები ტოლი არის, მან თავარი არის, რომელი უფრო შეძლებს რომ შეიკავოს თავი. და შეკავება დაკავშირებული არის აი ფეხსაცმლის ნიადაგთან ურთიერთქმედებაზე. ასეთ საზეპირო ამოცანა არის, ესე იგი მეშვიდე. ორას მერვე ამოცანა. 2:32 სურათზე გამოსახულია სატვირთო 1 ტონიანი მისაბმელით. ადგილიდან დაძვრისას სატვირთოს აჩქარება 2 მეტრ/კვადრატის ტოლია. რისი ტოლია ამ დროს მისაბმელის მხრიდან სატვირთოზე მოქმედი ძალის მოდული. ახლა როგორ უნდა გავიგოთ, წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის რაღაცა მისაბმელი, აქ არის თოკი და ეს არის ავტომანქანა. ესე იგი, მანქანის მასა არის თქვათ 1 ტონა. ესე უბრალოდ ხო 1 ტონა. 1 ტონა ეს არის 10-ის მესამე ხარისხად კილოგრამი. ადგილიდან დაძვრისას, ესე იგი აჩქარება, რომელიც მან გაუჩნდა, არის ესე იგი 2 მეტრ/კვადრატი. რისი ტოლი ამ დროს მისაბმელის მხრიდან სატვირთოზე მოქმედი ძალის მოდული. ეს არის დაჭიმულობის ძალა. საქმე ის არის, რომ ეს თოკის დაჭიმულობის ძალა ავტომანქანაზე მოქმედებს მოძრაობის საწინააღმდეგოდ, ხოლო მისაბმელზე მოქმედებს, ესე იგი, მოძრაობის მიმართულებით და ის ანიჭებს, ესე იგი, აჩქარებას. ეხლა აი ამ მანქანაზე მოქმედი ძალები იქნება რაღაცა წევის ძალას მინუს T დაჭიმულობის ძალა, ეს უდრის, ესე იგი, M100. ხოლო აი ამ მისაბმელზე იმოქმედებს ძალა T. T იქნება, ესე იგი, M1A. მეცხრე ამოცანა. 2:32 სურათზე სატვირთოს მასა 10 ტონა არის. ესე იგი, M არის, ესე იგი, 10 ტონა. ეს არის 10 გამრავლებული 10-ის მესამე ხარისხად კილოგრამი. ადგილიდან დაძვრისას მისი აჩქარება არის 2 მეტრ/კვადრატი. 2 მეტრ/კვადრატი. რისი ტოლია სატვირთოზე მოქმედი წევის ზალა, თუ ამ დროს სატვირთო მისაბმელზე 2 კილონიუტონი ძალით მოქმედებს. ესე იგი, ეს ფაქტურად იგივე სურათი არის, ესე იგი, ეს არის მისაბმელი, ეს არის სატვირთო მანქანა. ესე იგი, ვიცით, რომ ამაზე მოქმედებს წევის ზალა და აი ეს ზალა, რა ქვია, თოკის დაჭიმულობის ზალა. ესე იგი, აქ მოცემულია, რომ ეს თოკის დაჭიმულობის ზალა არის 2 კილონიუტონიო. რისი ტოლი არის წევის ზალა. ესე იგი, F წევის ზალას მინუს T უდრის M100. აქედან ეს წევის ზალა იქნება T-ს პლუს M100. ეს არის 2 კილონიუტონი, 2 10-ის მესამე ხარისხად ნიუტონი, პლუს 10-ის მეოთხე კილოგრამი, ეს მასა გამრავლებული 2-ზე. ესე იგი, ეს არის გამოვა 22 კილონიუტონი. მეათე ამოცანა არის, საქანელა აიწონა დაიწონაზე სხედან 20 კილოგრამი მასის ბავშვები. შედეგად საქანელა გაწონასწორებულია. დაასახელეთ ბავშვებზე მოქმედი ძალები და ძალები, რომელთა მოქმედებით საქანელა არის გაწონასწორებულ მდგომარეობაში. მოდით დავხედოთ, ეს იგი ეს არის, წარმოვიდგინოთ, საქანელა, ეს არის საყდენი, აქ სხედან ბავშვები 1, 2.
ხო? თითო ბავშვზე მოქმედებს სიმძიმის ზალა, ესე იგი M1G, ამაზე მოქმედებს თავისი სიმძიმის ზალა M2G. რადგან ეგენი მოქმედებენ, ესე იგი საყრდენზე, საყრდენი პასუხობს რეაქციის ზალით. აქ არის N1, აქ არის ესე იგი N2. ახლა აი ამ საყრდენს რაც ეხება, ამ საყრდენზე მოქმედებს ამათი სიმძიმის ზალების ჯამი, რომელიც იქნება M1G პლუს M2G და ამ წერტილში აღიძვრება რეაქციის ზალა, რომელიც ესე იგი იქნება აი ამ N1 პლუს N2 სტოლი. ხო. გვერდი 100-მერვე. პირველი ამოცანა. დააკვირდით გრავიტაციული მიზიდვის ძალის გამოსათვლელ ფორმულას და იმსჯელეთ, რა შემთხვევაში იქნება ორ მასიურ სხეულებს შორის მიზიდვის ზალა პრაქტიკულად 0 ტოლი და რა შემთხვევაში მაქსიმალური. გრავიტაციული მიზიდვის ზალა მოიცემა ფორმულით. გრავიტაციული მუდმივა პირველი სხეულის და მეორე სხეულების მასების ნამრავლი შეფარდებული მათ შორის მანძილის კვადრატისა. თუ მანძილი არის ძალიან დიდი, უსასრულობისკენ მიისწრაფის, მაშინ ძალა მიისწრაფის 0-ისკენ. ხოლო თუ რადიუსი მცირე არის, რაღაცა R0-მდე არის, მაშინ F იქნება მიისწრაფის F მაქსიმალურ მნიშვნელობამდე, სადაც R0, ესე იგი რაც შეიძლება უნდა დავაახლოვოთ ეს სხეულები ერთმანეთთან. მეორე ამოცანა. როგორ შეიცვლება ორ ერთგვაროვან ბირთვს შორის მიზიდვის ზალა, თუ ბირთვის ცენტრებს შორის მანძილს ორჯერ გავზდით. ესე იგი R2 არის ორჯერ R1. დავწეროთ თავდაპირველი მიზიდულობის ზალა, გამა M1 M2-ზე R1-ის კვადრატი, ხოლო F2 არის გამა M1 M2 R2-ის კვადრატი. რო გავყოთ ესე იგი F1 F2-ზე, ეს გამა M1 M2-ები გაიკვეცება, იქნება R2-ის კვადრატი შეფარდებული R1-ის კვადრატზე. ეს არის 2R1 კვადრატში შეფარდებული R1-ის კვადრატზე, იქნება კვადრატში ავა 4R1-ის კვადრატი R1-ის კვადრატზე უდრის 4-ს. ასე რომ თუ მანძილს ორჯერ გავზდით, ძალა 4ჯერ შემცირდება, იმიტომ რომ F2 არის F1-ის მეოთხედი. მესამე ამოცანა. ორი ერთგვაროვან ბირთვს შორის მიზიდულობის ძალის მოდულია F. რისი ტოლი გახდება ბირთვებს შორის მიზიდვის ზალა, თუ პირველი ბირთვის მასას ორჯერ გავზდით, მეორესას კი 3ჯერ, ხოლო ბირთვებს ცენტრებს შორის მანძილს უცვლელად დავუტოვებთ. ესე იგი M1 არის, უпростоრად მოდი ესე დავწეროთ, MDD1 არის ორჯერ M1, MDD2 არის 3ჯერ M2. ხოლო მანძილები უცვლელი არის, R1 უდრის R2-ს. როგორ შეიცვლება ძალაო F1-ის F2-თან შეფარდებას გთხოვენ. დავწეროთ საწყისი მიზიდულობის ზალა არის გამა M1 M2-ზე R1-ის კვადრატზე და ბირთვის მასების ცვლილების შემდეგ მიზიდულობის ზალა იქნება გამა MDD1 MDD2 R2-ის კვადრატზე. გავყოთ ერთმანეთზე F1 F2-ზე, იქნება, R-ები ერთნაირი არის და გაიკვეცება, იქნება M1 M2-ზე MDD1 MDD2. ესე იგი M1 M2, აქ ჩავწეროთ რომ ორჯერ M1, 3ჯერ M2. M1 M1-თან M2 M2-თან გაიკვეცება 1/6 არის, ასე რომ F2 იქნება 6ჯერ F1. მეოთხე ამოცანა. მთვარისაკენ მიმავალი კოსმოსური ხომალდი დედამიწიდან გარკვეული მანძილით დაშორების შემდეგ ძრავას გამორთავს და მოძრაობას მთვარის მიზიდულობის ზალის მოქმედებით აგრძელებს. რატომ არაა შესაძლებელი, რომ ხომალდი თავიდანვე მთვარის მიზიდულობის ზალით გაფრინდეს? მოდით წარმოვიდგინოთ, ეს არის დედამიწა, ეს არის მთვარე.
ესე იგი, აი აქ სადღაც მათ შორის, აი ცენტრებს შორის, სადღაც არის ხომალდი. ამ ხომალდს როგორ დედამიწა იზიდავს, ასე იზიდავს მთვარე. აი რაღაცა წერტილში, აი რაღაცა მანძილზე, ხო? აი დედამიწის თქვა ცენტრიდან რაღაცა x მანძილზე ეს ძალები ერთმანეთს აბათილებენ ერთმანეთს ეს ძალები. მაგრამ თუ ხომალდი აი ამ წერტილს გაცდება, უფრო აქეთ მარჯვენა მხარეს იქნება. მერე უკვე მთვარის მიზიდულობა გადაწონის დედამიწის მიზიდულობას და ამის მერე რა თქმა უნდა მიზიდულობის ძალით შეიძლება ეს ხომალდი გაფრინდეს მთვარისკენ. წინამდელ შემთხვევაში დედამიწის მიზიდულობის ზალა არ გაუშვებს მას, ესე იგი, იმიტომ რომ ამ წერტილის მარცხენა მხარეს დედამიწის მიზიდულობა ჯობნის მთვარის მიზიდულობას. მეხუთე ამოცანა. ვთქვათ, ცნობილია დედამიწის მასა m დედამიწის და ცნობილია მთვარის მასა m მთვარის. და მათ ცენტრებს შორის მანძილი არის r. დედამიწასა და მთვარის შემაერთებელ წრფეზე დედამიწის ცენტრიდან რა მანძილზე უნდა იყოს ხელოვნური თამამგზავრი, რომ ის დედამიწამ და მთვარემ ერთი და იგივე მოდულის ძალით მიიზიდოს. აი გამოვიყენოთ ეს იგი ეს ფორმულა, ეს ნახაზი, რომელიც აქ გვაქვს და ჩვენ ხედავთ, რომ თქვათ ამ ძალას F1 დავარქვათ, ამ ძალას F2. F1 არის ის ძალა, რითაც დედამიწა იზიდავს ხომალდს, F1 არის გამა, m დედამიწისა, m ხომალდის, ну, მათ ცენტრებს შორის მანძილი არის x, x კვადრატი. და მთვარე რითაც იზიდავს, ეს არის გამა, m მთვარე, ესე იგი m ხომალდი, r minus x კვადრატში. რაღაც წერტილში ეგენი ტოლი არიან ერთმანეთზე. აი ამ მანძილის დადგენა გვინდა. გამა m დედამიწა, m ხომალდი, ესე იგი x კვადრატი უდრის გამა m მთვარე m ხომალდი r minus x კვადრატში. გამები გაიკვეცება, დედამიწის მასები, ისა ხომალდის მასები გაიკვეცება და აქ გვექნება m დედამიწისა x კვადრატზე უდრის m მთვარისა r minus x კვადრატში. მოით ეს ესეთნაირად გადავწეროთ, ესე იგი ну, ჯვარედინად პროპორციის, ესე იგი m დედამიწისა r minus x კვადრატში უდრის m მთვარისა x კვადრატზე. ანდა მოდით ეს კიდევ ერთხელ ორივე მხარე დედამიწის მასაზე გავყოთ, r minus x კვადრატში უდრის m მთვარისა m დედამიწაზე x კვადრატზე. ორივე მხარედან ამოვიღოთ ფესვი. r minus x იქნება ფესვი m დედამიწისა m მთვარეზე გამრავლებული x-ზე. გადავიტანოთ ეს საკითხარეს, r გვექნება x გავიტანთ ფრჩხილებს გარეთ 1 პლუს ფესვი m დედამიწისა m მთვარეზე. აქედან x იქნება r შეფარდებული 1 პლუს კვადრატული ფესვი m დედამიწისა m მთვარეზე. აი ამ მანძილზე ეს ძალები გააბათილებს, ესე იგი ერთმანეთს. ახლა მეექვსე ამოცანა. შესაძლებელია თუ არა, რომ ხელოვნური თანამგზავრი არ იმყოფებოდეს მთვარესა და დედამიწის შემაერთებელ წრფეზე და მასზე დედამიწასა და მთვარის მხრიდან მოქმედი მიზიდულობის ძალებმა ერთმანეთი გააბათილოს. არ შეიძლება, აი დავხატოთ, ესე იგი ეს თქვა დედამიწა ეს არის მთვარე, აი სადღაც აქ არის შემაერთებელ წრფეზე არ მდებარეობს, ესე იგი ესა. მიზიდულობის ძალა ერთი ესეთი იქნება, ეს დედამიწა როდესაც იზიდავს, ეს არის მთვარე რითაც იზიდავს და ორი კუთხით მოქმედი ძალები ერთმანეთს ვერ გააბათილებს, იმიტომ რომ მათი ტოლქმედი ნულისგან განსხვავებული იქნება. ხო, ну, მოდით მეშვიდე ამოცანა აქ, აღარ საკმარისი მანძილით დაშორებული ორ ერთნაირ ერთგვაროვან ბირთვებს შორის მიზიდულობის ძალის მოდულია F.
რისი ტოლი გახდება პირველ ბირთვზე მოქმედი მიზიდულობის ზალა, თუ ბირთვების ცენტრების შემოერთებელ მონაკვეთის შუა წერტილში მესამე ისეთივე ბურთს მოათავსებთ. ეგ გქონდა თქვა ორი ერთნაირი ბირთვი, რაღაცა მანძილზე იყო და აი ამ შუა წერტილში მოათავსეთ იგივენაირი ბირთვი. თავდაპირველი ძალა F-ი ტოლი იყო გამა M1, M2, ჯერ თქვათ ეს როცა არ იყო. ეს მანძილი აღნიშნოთ R-ით, ესე იგი ეს მანძილი. აქედან აქამდე ეს არის R ნახევარი. გამა, რადგან მასები ტოლია M კვადრატი R კვადრატზე, ესეთი ძალა იყო, რითაც ეს ამას იზიდავდა. ხო, ეხლა ამ მიზიდულობას დაემატება კიდე ამის მხრიდან მიზიდულობის ზალა. F პირველი, რომელიც იქნება გამა M კვადრატი, ხო, მათ შორის მანძილი იქნება ეხლა R ნახევარი კვადრატში. ეს შეიძლება ჩავწეროთ გამა, ეს ორიანი ზევითავა, ეს 4 M კვადრატი შეფარდებული R კვადრატზე. ასე რომ ჯამური ძალა F სრული იქნება F plus F1. ამიტომ იქნება გამა M კვადრატი R კვადრატი plus 4 გამა M კვადრატი R კვადრატი. ანუ 5 გამა M კვადრატი R კვადრატზე. 5-ჯერ გაიზრდება. მერვე ამოცანა. M მასის მქონე ორ ერთგვაროვან ბირთვს შორის მიზიდულობის ძალის მოდულია F-ი. რისი ტოლი გახდება მათ შორის ურთიერთქმედების ძალას, თუ ერთ-ერთ ბირთვიდან ამოჭრილი იქნება მისი კონცენტრული M3 მასის ბირთვი. აი წარმოვიდგინოთ, რომ ეგეთი რაღაცა არის, ესე იგი, თქვა, გქონდა ერთი ორი ერთნაირი მასის მქონე სხეული, ამისი მასა იყო M და M. და რაღაცა R მანძილზე იყვნენ ეგენი მოთავსებული. F ძალა ჩავწეროთ, რა იყო, ესე იგი, მიზიდულობის ზალა. ეს არის გამა M კვადრატი შეფარდებული R კვადრატზე. ეხლა ერთ-ერთი ბირთვიდან ამოვჭერით, ესე იგი, ისა რა ქვია, M მესამედის მასის მქონე ნივთიერება, ხო? რადგან M მესამედი ამოვჭერით, დარჩენილი მასა M1 იქნება M-ს გამოკლებული M მესამედი, ანუ იქნება 2 მესამედი M დარჩენილი. ეხლა მიზიდულობის ზალა მათ შორის იქნება გამა 2 მესამედი M გამრავლებული M-ზე შეფარდებული R კვადრატზე, ანუ ეს არის 2 მესამედი გამა M კვადრატი R კვადრატზე, ესე იგი ეს ახალი ძალა არის და F-ი რო გავყოთ, ესე იგი F შტრიხზე იქნება 3 მეორედის ტოლი. ესე იგი ახალი ძალა 2 მესამედით შემცირდება. მეცხრე ამოცანა. კვადრატის ორ მოპირდაპირე წოროში მოთავსებულია M მასის მქონე ორი ერთგვაროვანი ბირთვი. რისი ტოლი იქნება კვადრატის მესამე წორაში მოთავსებული 2M მასის ნივთიერ წერტილზე მოქმედი ძალა, თუ კვადრატის გვერდების სიგრძე 100 ტოლია. დავხატოთ სურათი. როგორც აქ არის, ესე იგი, აქ არის მასა M, აქაც არის მასა M და აქ არის მასა 2M. ხო, რა ძალა იმოქმედებს ამაზეო, ესე იგი, ცხადია ეს პირველი ტვირთი იზიდავს მას, ესე იგი F ძალით, ესეც იზიდავს იგივე ძალით, იმიტომ რომ მასები ერთნაირია და მანძილები ერთნაირია და ჯამური ძალა იქნება ეს ტოლქმედი ძალა. ეს ტოლქმედი ძალა იქნება, ეს თუ F1-ია, ესეც F1 არის, ეს F-ი არის F პირველს, მოდი ეს F2-ით აღნიშნოთ ვექტორი. F1 plus F2, ხოლო სიდიდით პითაგორას თეორემით შეგვიძლია ვიპოვოთ F1-ის კვადრატი plus F2-ის კვადრატი, რადგან ერთნაირებია, იქნება ფესვი 2-ჯერ F1-ის კვადრატიდან, ანუ არის F1 ფესვი 2-დან. ხო, ეხლა თვითონ ეს F1 რისი ტოლი არის?
სხეულის მასე გამა, სხეულის მასების ნამრავლი m-ი 2m-ზე შეფარდებული მანძილის კვადრატზე, a კვადრატზე. ამიტომ f1 იქნება 2 გამა m კვადრატი a კვადრატზე. და ჯამური ძალის სიდიდე, ესე იგი მოდულით იქნება 2 ფესვი 2-დან გამა m კვადრატი a კვადრატზე. და ეხლა მეათე ამოცანა, ბოლო ამოცანა არის ესე იგი ამ თავში, ამ პარაგრაფში უბრალოდ წავიკითხოთ. a გვერდის მქონე კვადრატის ორ მოპირდაპირე წვეროებში მოთავსებულია m-მასის 2 ერთგვაროვანი ბირთვი. მესამე წვეროში კი 3m მასის ნივთიერი წერტილი. მისგან რა მანძილზე და სად უნდა მოვათავსოთ 2m მასის მქონე მცირე ზომის ერთგვაროვანი ბურთულა, რომ ნივთიერი წერტილი გაწონასწორებული აღმოჩნდეს. ნუ აი ნახეთ დავხატოთ ესე იგი სურათი. აქ არის m მასის სხეული, აქაც m მასის სხეული, აქ არის 3m მასის სხეული. ეს ამას იზიდავს f1 ძალით, ესეც იზიდავს f1 ძალით, ნუ სიდიდით იგივე ძალით, მაგრამ მოდით f2 დავარქვათ, იმიტომ რომ მიმართულება სხვა აქვს. ამ ორი ძალის ტოლქმედი ესე არის მიმართული. ესე იგი ცხადია რაღაცა ძალა უნდა იყოს, რომელიც ამას გააბათილებს. ამიტომ აი აქ უნდა მოვათავსოთ რაღაცა 2m მასის მქონე სხეული რაღაცა x მანძილზე, რომ ამის მიზიდულობის ძალა ჯამში ამ ორი ძალის ტოლქმედის ტოლი აღმოჩნდეს. ნუ ჩავწეროთ ახლა ეს ძალები. ესე იგი ჯერ ვიპოვოთ ამ f1 და f2 ძალების ჯამი. f-ი უდრის f პირველს პლუს f მეორე. სიდიდით შეიძლება პითაგორას თეორემით ვიპოვოთ. ეს არის f პირველის კვადრატს პლუს f2-ის კვადრატი. რადგან ეგენი ტოლი არის, შემიძლია დავწერო როგორც 2f1-ის კვადრატი, ან არის f1 ფესვი 2-დან. ეხლა თვითონ f1 ტოლია გამა m-ი გამრავლებული 3m-ზე შეფარდებული a კვადრატზე. ესე იგი ეს ტოლქმედი ძალა, ტოლი გამოვიდა, ესე იგი 3 ფესვი 2-დან გამა m კვადრატი შეფარდებული a კვადრატზე. ეხლა აი აქედან რაღაცა x მანძილზე უნდა მოვათავსოთ 2m მასის სხეული, რომ მისმა მიზიდულობის ძალამ f3 ტოლი უნდა იყოს f-ის. ესე იგი ეხლა f3 რა არის? ეს არის გამა m-ი გამრავლებული 2m-ზე, იმიტომ რომ ამ სხეულის მასა 2m-ი არის და იმყოფება x მანძილით არის ამისგან დაშორებული x კვადრატზე. ეხლა ეგენი ეს შეიძლება დავწეროთ 2-ჯერ გამა m კვადრატი x კვადრატზე. ეხლა ეს ძალები უნდა ერთმანეთის ტოლი იყოს. გავუტოლოთ 3 ფესვი 2-დან გამა m კვადრატი a კვადრატზე, ტოლი არის 2 გამა m კვადრატი x კვადრატზე. m კვადრატები გაიკვეცება, გამები გაიკვეცება და დაგვრჩება ესე იგი 3 ფესვი 2-დან a კვადრატზე უდრის 2x კვადრატზე. უნდა ეს ჯვარედინად თუ გადავამრავლებთ 3 ფესვი 2-დან x კვადრატზე უდრის 2-ჯერ a კვადრატს. ამოვიღოთ ესე იგი ორივე მხრიდან ფესვი, გვექნება x-ი ფესვი 3 ფესვი 2-დან უდრის a ფესვი 2-დან. აქედან x-ი იქნება a ფესვი 2-დან შეფარდებული ფესვი 3 ფესვი 2-დან. აი ესეთი იქნება პასუხი.